ძალადობა თუ უსაფუძვლო ბრალდება სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს გაკვეთილების ჩატარების საშუალება ამავე სკოლის მოსწავლეების ბრალდებების გამო უკვე მეორე კვირას შეზღუდული აქვს. რა მოხდა აზიზქენდის საჯარო სკოლაში 6 აპრილს და რა ვითარება ახლა? ჩემი კოლეგა მარიამ სოლოღაშვილი პირდაპირ ეთერში თემის დეტალებზე ისაუბრებს. გისმენთ მარია. ირმა შოლაძე, რომელიც ბავშვებთან მიმართებაში ძალადობის ფაქტებში ამხილებული აზიზქენდის საჯარო სკოლაში უკვე 6 წელია ასწავლის. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გახადა. აღსანიშნავია, რომ ირმა შოლაძე სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსით სარგებლობს. გავრცელებული ინფორმაციით სოფელ აზიზქენში ჩასული მასწავლებელი ირმა შველაძე, რომელსაც მოსწავლეებისათვის ქართული ენის შესწავლა ევალება, მოსწავლეებზე ძალადობს და მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ვითარების გარკვევას დღეს ადგილზე შეეცადა. თუმცა თავდაპირველად სკოლის პედაგოგებმა გადაღების უფლება არსებული სიტუაციის გამო შეგვიზღუდეს. ირმა შოლაძე ამ ეტაპზე პირადი განცხადების საფუძველზე ერთკვირიან შებულებაში იმყოფება. თუმცა ქრონიკასთან სატელეფონო საუბარში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას არადასტურებს და აღნიშნავს, რომ ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და სრულ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია აზერბაიჯანის სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ და მისმა თანამოაზრეებმა პირადი ინტერესების საფუძველზე გაავრცელეს. სამირა ისმაილოვა და მის აქტივისტი ომარ ოსადაგილ მუსტაფაევ, რომლებიც არიან მოსწავლეების ნათესავები, მიშა ორგანიზაცია რაღაც და ეს არის პირდაპირ მიდიან ბავშვებთან და ეუბნებიან, რომ ამოვიდა რამატობის წინააღმდეგ. ირმა შოლაძის წინააღმდეგ ჩამოთვლილ ბრალდებებს შორის ერთი ფაქტი მოსწავლეებისგან ფულის გამოძალვას ეხება, რომელსაც პედაგოგი გარკვეულწილად ადასტურებს კიდეც. მისი განმარტებით მოსწავლეებს გაკვეთილის არცოდნის გამო გარკვეულ თანხას ნამდვილად ართმევდა, თუმცა არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ საქველმოქმედო მიზნებისთვის. შოლაძის განმარტებით აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში განათლების სამინისტროც იყო. ეს სამინისტროში განაცხადა, მაგრამ ეს ბავშვებთან შეთანხმებული. ეს არისო ჩემი მიზნებისთვის, იყო ყურაბა კლასში, იწერებოდა ვინა თანხა ჩააღდა, შემდეგ ბავშვი ამბობდა, რომ ამას თავის სურვილით გამოიყენა ექსპერიმენტი და რაღაცა გამოიყენა. მაგრამ დავინახე, შედეგი არ ქონდა ბავშვები, ის ბავშვები სამეცნიერო დასავლეთ, მაინც აგრძელებენ ამ ასწავლას, და თანხა დავუბრუნე მაშინვე უკან. არასამთავრობო ორგანიზაცია აზერბაიჯანის სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა ირმა შოლაძესთან დაკავშირებულ საქმეზე რაიმე სახით პირად ინტერესს გამორიცხავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მოსწავლეებისა და მშობლების თხოვნით დაიწყო. აბსოლუტურად ვარყოფ იმას, რომ ქალბატონი ირმა რასაც ბრძანებს, ქალბატონი ირმა ჩემი ცხოვრების განმავლობაში 2 ან 3 ჯერ მყავს ნანახი. მოსწავლეები დეტალურად აღწერდნენ თუ ქალბატონი ირმა შველიძეს მხრიდან, რომ ქალბატონი ირმა შველიძეს მხრიდან ხორციელდებოდა მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე იყო ფულის გამოძალვის ფაქტები. რის შემდეგაც ჩვენ დავინტერესდით, ჩავედით ადგილზე და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთო ამ პროცესებში და ამას ადასტურებდნენ არა მარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ მშობლებიც. ქრონიკა შეეცადა ირმა შველიძის მოსწავლეების ჩაეწერა, ვინც გავრცელებული ინფორმაციით მას ძალადობაში ამხელენ. თუმცა მათ ჩვენი გამოჩენისთანავე სასწავლო დაწესებულება კომენტარის გარეშე დატოვეს. მისი კოლეგები კი შველაძეს დადებითად ახასიათებენ და გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ. ირმა შველიძე ჩვენ სკოლაში დიდი ხანია ასწავლის. ის ძალიან განათლებული, კომუნიკაბელური ადამიანია. მოსწავლეებსაც ძალიან უყვართ. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ვფიქრობ, აქ კონკრეტული ადამიანების ინტერესია. ირმა შოლაძის საქმეს ამ ეტაპზე მარნეულის რესურს ცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სწავლობენ. შესწავლის შემდეგ კი ოფიციალურ დასკვნას განათლების სამინისტრო უახლოეს მომავალში დადებს. რესურს ცენტრი აღნიშნული ფაქტის შესწავლას უკვე აწარმოებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდება. პედაგოგი საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შეძლებს. მომხდართან დაკავშირებით საქმის შესწავლად განათლების სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციაც ახორციელებს. ამ ეტაპზე ქართული ენის პედაგოგი შვებულებაში იმყოფება, თუმცა გააგრძელებს თუ არა ის საკუთარი საქმიანობის გაგრძელება შვებულების დასრულების შემდეგ, ეს ცნობილი 2 დღეში გახდება.